ყველაზე აქტუალური საკითხების კომპეტენტური ანალიზის საქმიანი ადამიანებისთვის. გადაცემა პროფესიონალები კომერსანტზე FM 95.5. გამარჯობათ, კომერსანტზე გადაცემა პროფესიონალები, მე გახლავთ რამაზ გერლიანი, ამ გადაცემის წამყვანი. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მსმენელებს და სრულად საქართველოს მიულოთ შრობა ახალწლის დღესასწაულები, მიულოთ ძველი და ახალი წელი კალანდა და ფეხბედნიერი ყოფილიყოს მათთვის, ყოფილიყოს თითოეული მათგანის ოჯახისთვის. ეკონომიკური ზრდა და სულიერი ზრდაც. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ ქალბატონი ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკის დოქტორანტი, ეკონომიკის ექსპერტთა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და კახა დაოშვილი, ახალგაზრდა ეკონომისტი. დღეს შევეხებით თემას დაუბეგროვი მინიმუმის შესახებ, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება ალბათ უამრავი მსმენელისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებთაც აჩნიათ შემოსავალი, წლიური შემოსავალი ხელფასის სახით 6000 ლარზე ნაკლები. ჩვენი ტელეფონის ნომერია 2-192-955, შეგიძლიათ პატივცემულ მსმენელებო დავიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში და დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ პატივცემულ სტუმრებო, ამავდროულად ისე მინდა თემას გაუსვა ხაზი, ძალიან საინტერესო თემა იქნება იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ფინანსთა სამინისტრო განაცხადა, ამ მიმართულებით 180 მილიონი არის გამოყოფილი, შესაბამისად, მარტივი ესე ვთქვათ, მათემატიკური დაანგარიშებით რეალურად გამოდის, რომ დაახლოებით 500.000 ადამიანმა უნდა დაიბრუნოს 1800 ლარის ოდენობით ხელფასიდან დაუბეგრავი მინიმუმი. აღნიშნული ცვლილება დეკემბრის თვეში 2012 წლის შევიდა ძალაში, პარლამენტმა დაამტკიცა და შესაბამისად მოცემული პროცედურები თუ როგორ უნდა განხორციელდეს ხელფასიდან დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება, ეს უკვე დაევალა ფინანსთა მინისტრთა ფინანსთა უწყებას. აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა ქალბატონო ქეთევან თქვენთან გადმოვიდე და გთხოვოთ, რომ თქვენი კომენტარი გააკეთოთ, თუ რამდენად კარგი არის აღნიშნული ეს მუხლი აღნიშნულ კანონმდებლობაში, როგორ არის ის გათვლილი, აქვს თუ არა მას ხარვეზები და როგორ ფიქრობთ, რამდენად წაადგება ქართულ საზოგადოებას მოცემული კანონპროექტის ამუშავება. მოგესალმებით, მივესალმები რადიოს მსმენელს და შემოვუერთდები ბატონო რამაზ თქვენ მილოცვას, სრულიად საქართველოს და ყოველს ულოცავ ახალ წლის დღესასწაულებს შობას, ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესო წისვლას წარმატებებს უსურვებ. პირველი პრობლემის არსიდან დავიწყებ საუბარს, ჩვენ კახაც და მე დახმება ძალიან მცირე მასშტაბიანი კვლევა ჩავატარეთ ამასთან დაკავშირებით თავიდან, რატომ გაჩნდა ეს ამ პრობლემის ესეთი გამოაშკარავება საჭირო და კვლევის შედეგად მივიღეთ აუცილებლობა იმისა, რომ პირველ რიგში საჭირო გახდა მოსახლეობისთვის ამ ცვლილებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. რას გულისხმობს ყოველივე ის, კვლევა მოიცავდა თვითონ ძირითადად ახალგაზრდებზე იყო გაორიენტირებული და საინტერესო იყო ჩვენთვის, რამდენად იცოდნენ ამ ადამიანებმა სწორედ ამ კანონის შესახებ, რომელიც ძალაში იანვრიდან შევიდა 2013 წლის და შესაბამისად უკვე მისი შედეგები ამ წლიდან უნდა მივიღოთ, ანუ მოქმედებაში და ის თანხები უკვე ამ წლიდან უნდა მოხდეს დაბრუნებული, რომელზეც თქვენ საუბრობდით და 180 მილიონი ამისთვის ბიუჯეტში გამოყოფილი და შესაბამისად ეს ძირითადად ეს კანონი მოქმედებს სწორედ მცირე შემოსავლიან მოსახლეობაზე და გულისხმობს სწორედ იმ დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნებას, რომელიც დაახლოებით 360 ლარია მაქსიმუმი ზღვარი. მინიმუმი უკვე ეს დამოკიდებულია ადამიანის შემოსავალზე და იმ ხელფასზე, თუ რა ხელფასი აქვს მას, რა ხელფასი დაერიცხა წლის განმავლობაში. პირველი და ძირითადი აქცენტი, რაზეც ამ კანონში ეს კანონი გულისხმობს, აქ საუბარია უშუალოდ ხელფასზე და არა შემოსავალზე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ხელფასი არის ძალიან კარგად ვიცით რაც და შესაბამისად შემოსავალი შეიძლება ადამიანმა მიიღოს სხვადასხვა საქმიანობიდან, მას შეიძლება გაქირავებული კონდეს რამე, ან სხვა საქმიანობასაც ეწეოდეს, თუმცა კანონი ამას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ორ რამესთან გვექნება პირველი პრობლემა ის, რომ შეიძლება ჩვენს გვერდით ადამიანი იყოს, რომელმაც 6000 ლარს წლის განმავლობაში გადააჭარბა, შეიძლება ათეულობით ან ერთეულობით ლარით და მას ვეღარ დაუბრუნდეს იგივე ეს
ძირითადად დაუბეგრავი მინიმუმი რამდენიმე ლარის გულისთვის და მეორე ადამიანი შეიძლება არსებობდეს ჩვენს გარშემო, რომელიც თვის განმავლობაში მუშაობს თუნდაც იმიტომ, რომ მისთვის ეს სამსახური იყოს მარტივად გართობის ან სხვა არ აქვს მნიშვნელობა, რის გამო რომლის ხელფასიც წლის განმავლობაში ნაკლებია 6000 ლარზე და მას კონდეს ძალიან ბევრი ობიექტი გაქირავებული ან სხვა სახის შემოსავალი მიღებული, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე ეს 6000 ლარი. სწორედ ამ ადამიანს უბრუნდება ის დაუბეგრავი მინიმუმი 360 ლარი მაქსიმუმ ვიძახი, ყველას არ დაუბრუნდება და არ გვინდა რომ მსმენელი შევიყვანოთ შეცდომაში, ეს 360 ლარი უბრუნდება იმ ადამიანს, რომელიც თვიური ხელფასი შეადგენს 500 ლარს, ანუ 500 ლარიდან 60 ლარი იქნება მაქსიმუმი, რასაც ეს ადამიანები მიიღებენ პროცედურულად. ეს უნდა გაწერილიყო ფინანსთა მინისტრის მიერ, თუ რა პროცედურებს მოიცავს, თუმცა დღემდე ეს პროცედურული საკითხი აპრილამდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ვებგვერდზე, ანუ რიგით ადამიანს, რომელსაც სურს რომ მიიღოს ინფორმაცია თუ როგორ დაიბრუნოს საარსებო მინიმუმი, ამის პროცედურული დეტალური ახსნა ჯერჯერობით საარსებო და არჩევნების სექტორის არავის არ ჩაუყენებია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით მოცემულ პროცედურებზე კურსში, ვინაიდან რასაკვირველია პროცედურები იქნება ამასთან დაკავშირებით საჭირო და ზუსტად თქვენც ახსენეთ ანალოგიურთან დაკავშირებით კვლევები, ეს იყო ძირითადად მე რამდენადაც ვიცი ბატონი კახა უკეთესად გაგვესაუბრება სოციალურ ქსელში და შესაძლოა ინტერნეტ სივრცეში გამოკითხვები, თუ შეიძლება ბატონო კახა რომ 1-2 სიტყვით აუხსნათ მსმენელს თუ რამდენად არის დღეს საზოგადოება მზად, დედაქალაქის საზოგადოება, ახალგაზრდა თაობა თუნდაც ვისი შემოსავლით ეს სტუდენტური კვლევა იყო, იმიტომ რომ სტუდენტების ძალიან დიდი ნაწილი არის ძირითადად აი ამ სექტორში გასაგები, ანუ ის ბენეფიციარები სეგმენტია, რომელთა შემოსავლებიც მაინც და მაინც დიდი არ არის ხელფასის სახით მიღებული და რომლებიც ძირითადად ღებულობენ წლიურად 6000, უმრავლესობა მათგან 6000 ლარზე ნაკლებს ხელფასის სახით. მოგესალმებით პირველ რიგში, მინდა მიულოცო ყველა შობა ახალი წლების დღესასწაული. რაც შეეხება კვლევას, კვლევის ძირითადი მიმართულება იყო სტუდენტების გამოკითხვა. ჩვენ გამოვკითხეთ 200-ზე მეტი სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ ეკონომიკური მიმართულებით და ფინანსების მიმართულებით. გვაინტერესებდა უბრალოდ პროფილურ ჯგუფში რამდენ ადამიანს ჰქონდა პროცენტულად ინფორმაცია არსებული დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნების შესახებ. თვითონ ამ კვლევის ორი საკვანძო კითხვა იყო შემდეგნაირად ფორმირებული. პირველი, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია საარსებო მინიმუმის არსებობის შესახებ და მეორე, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია საარსებო მინიმუმის უკან დაბრუნების პროცედურების შესახებ. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები სწავლობდნენ ეკონომიკურ მიმართულებაზე, მათი შედეგები არ იყო სახარბიელო. პირველი კითხვაზე თუ ვის ჰქონდა ზოგადად ინფორმაცია დაუბეგრავი მინიმუმის არსებობის შესახებ, პასუხები არის შემდეგნაირი. დაახლოებით 51% ინფორმაცია აქვს ამის შესახებ, ხოლო 59%-ს ან დაახლოებით 60%-ს ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ არსებობდა დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ პროგრამა. მეორე, თვითონ ეს ვინ იცოდა აი ამ 51%-დან იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაებრუნებინა თუ რა ვადებში და ასე შემდეგ, იცოდა ხოლმე 29%, რაც ძალიან მცირე არის. ესეც კიდე საკითხავია, რამდენად ზუსტად იციან ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ რეალურად არ არსებობს ზუსტად პროცედურები გაწერილი. ანუ აქცენტის გაკეთება იმაზე მინდა, რომ სტუდენტები, რომელთა სწავლის უშუალო სპეციალობა არის ეკონომიკა, მათ არ იციან და წარმომიდგენია რა ხდება, თქვა სხვა ფაკულტეტის სტუდენტებში ბიოლოგიას ვისწავლობს ან რაღაც სხვა მეცნიერებებს, მათ ხომ არანაირი პირდაპირი შეხება არ აქვს გავს მეცნიერებებს, ანუ გავს ეკონომიკურ მეცნიერებებთან და აქედან გამომდინარე რთულია მათთვის, რომ ამის შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობდნენ. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა, ჩვენ მიგვაჩნია რომ უნდა იყოს ცოტა უფრო მეტი ინფორმირებულობა და ჩვენი კვლევის მიზანიც აპრიორი ეს იყო, რომ მაქსიმალურად მეტი სტუდენტისათვის მიგვეწვინა ხმა იმის შესახებ, რომ ეს პროგრამა დაწყებულია საქართველოში და დაიბრუნონ ხელფასიდან დაუბეგრავი მინიმუმი. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული კანონმდებლობა შევიდა ძალაში 2013 წლის 1 იანვრიდან, ფაქტიურად ამ წლის განმავლობაში იმოქმედა და აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ საინტერესო იქნება, რატომ მაინც და მაინც თუნდაც მიმდინარე წელს, ანუ იმ წლის მონაცემებზე დაყრდნობით, 3 თვის მერე რატომ აქვს მხოლოდ და მხოლოდ უფლება დაიბრუნოს საარსებო მინიმუმი შესაბამისმა პირებმა, რომელთაც გააჩნიათ ხელფასი.
აღნიშნულთან დაკავშირებით რეკლამის შემდეგ ქალბატონო კეთევან თქვენ გთხოვთ რომ უშუალოდ კომენტარი გავიგეთოთ, მანამდე კი უშუალოდ ჩამოვაყალიბებას აზრს იმის შესახებ, თუ ალბათ რამ გამოიწვია და შემდგომ უკვე თქვენი მოსაზრებაც მითხარით ამასთან დაკავშირებით. ვინაიდან თავიდან პირველად იყო საუბარი იმაზე, რომ რეალურად თლიანად უნდა შეხებოდა საშემოსავლო გადასახადს და აქედან გამომდინარე დატოვეს ეს ვადები. რეკლამაზე შეგვიძლია რომ პროფესიონალები კომერსანტზე რამაზ გერლიანთან ერთად. დაუბრუნდეთ ჩვენ შეკითხვას. სანამ შეკითხვაზე გადავიდოდეთ ქალბატონო კეთევან, მინდა ჩვენს მსმენელს შევახსენო პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომერი 2-182-955. შესაბამისად შეკითხვა ეხებოდა რატომ მაინც და მაინც 3 თვე და რატომ დაუშვათ და ხელფასი ყოველთვიურად ირიცხება და შესაბამისად მონაცემები არსებობს და რატომ არა დაუშვათ 1 იანვრიდან, რატო არა აქვს ამ დასაქმებულ ადამიანებს მიეღოთ თავიანთ ხელფასიდან ჩამოჭრილი საშემოსავლოდან დაუგეგრავი მინიმუმი უკან. და რამდენად სამართლიანი არის ეს? სამართლიანობამდე ვიტყვი იმას, რომ მე ვფიქრობ, რომ თავიდან ეს დაუბეგრავი მინიმუმი საშემოსავლოზე იყო სავარაუდოდ გათვლილი და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის ვადები 1 აპრილამდე არის და ამიტომ ალბათ ეს 3 თვე გათვლილი იყო სწორედ ამის გამო, მაგრამ როგორც კი საშემოსავლო შეიცვალა ხელფასით, სავარაუდოდ ეს ვადები დარჩა იგივე. სხვა კავშირს მე პირადად ვერანაირად ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან კარგად ვიცით, ვინც დასაქმებულია, როგორც კი ხელფასი იღებს, ავტომატურად გადასახადი საშემოსავლო სახით ეჭრება. შესაბამისად ეს ინფორმაცია და ამის არსებობს და ბუნებრივია, რომ ამის ბაზები ძალიან მარტივად შეიძლება დარეგულირდეს იმ ტექნოლოგიით, რა ტექნოლოგიითაც დღეს შემოსავლების სამსახური გასარგებლობს. პირველ ბლოკში თქვენ ახსენეთ და საკმაოდ კარგად ახსენით, თუ როგორ შეიძლება რომ თუნდაც ხელფასიანმა ადამიანმა მიიღოს მეტი სარგებელი და ამავდროულად რეალურად თუ ოდნავ გადასცეთ 6000 ვერ მიიღო ეს დაუბეგრავი მინიმუმ 1800-დან საშემოსავლო თუმცა იმ სხვას რომელსაც არ გააჩნია 6000-ზე მეტი ხელფასი კაცლებით დიდი შემოსავალი კონდეს, შეიძლება კონდეს დაუშვათ 20000-მდე და მან შეძლოს და ეს დაიბრუნოს. ამავდროულად ამის სამართლიანობის პრინციპი ერთის ხო და მეორეჯერ ხო არ ფიქრობთ რომ ამ შემთხვევაში გარკვეულწილად იმ ადამიანებს რომლებიც არიან ხელფასს მიღმა დარჩენილი და გააჩნიათ შემოსავალი ხო არ უბიძგებს აღნიშნული კანონმდებლობა თუნდაც იმისკენ რომ გარკვეულწილად დამალონ ეს შემოსავალი ვინაიდან ისინი სტიმულს ვერ ხედავენ თუნდაც საშემოსავლოს გადახდაში და ასე შემდეგ როგორ ფიქრობთ რამდენად არის ეს ამ კანონით განსაზღვრული? მე პირადად მე მგონია რომ ზოგადად ეს კანონი თვითონ არ არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგად მორგებული. პირველი ვიტყვი რომ საიდან წარმოვიდა ეს დაუბეგრავი მინიმუმი პირდაპირ კავშირშია საარსებო მინიმუმთან და სწორედ დაუბეგრავი მინიმუმის სწორება ხდება საარსებო მინიმუმთან, რომელიც დღეს გათვლილია იმ მეთოდოლოგიით, რომელიც 2003 წლიდან მოქმედებს. და ძალიან პარადოქსია, რომ 2003 წელს როცა საარსებო მინიმუმი დაახლოებით 130 ლარის ფარგლებში იყო, 10 წლის მერე მხოლოდ 20 ლარით გაიზარდა აღნიშნული მეთოდოლოგიის დათვლით. შესაბამისად, თუ საარსებო მინიმუმი შეიცვლება და რადგან იყო წინა საარჩევნო დაპირება ჯერ კიდევ წელიწადზე მეტი ხნის წინ, ბუნებრივია, რომ აღნიშნულ კანონით უკვე ადამიანებს დაუბრუნდებათ გაცილებით სხვა თანხები, ვიდრე დღეს არსებობს. თუმცა კანონში პირდაპირ წერია, რომ 1800 ლარიდან მხოლოდ ცვლილება იქნება. ბუნებრივია ეს 1800 ლარი მოდის ზუსტად მაგედან, ხო? მაგას უსწორდება დაუბეგრავი მინიმუმი, სწორედ არის საარსებო მინიმუმთან გასწორებული დღეს. თუმცა ჯერ არის აღებული დაუბეგრავი მინიმუმი და იმან გამოიწვია, რომ 1800 ლარი ჩაიდო საბოლოო კანონში. 6000 და არა, ანუ მოდით ავხსნათ 6000 ლარი 20% არის 1800 ლარი და შესაბამისად 1800 უკაცრავად 1800-ის 20% უბრუნდებათ და ეს არის 360 ლარი. კი ბატონო. შეკითხვას თუ დამიზუსტებთ ძალიან კარგი იქნება. ანუ
დაკონკრეტება მინდოდა, თუნდაც ეს 1800 ლარი საიდან მოდის ამ შემთხვევაში საარსებო მინიმუმი აიღეს 12 ჯერ და ამან ზუსტად 1800 არის ამ შემთხვევაში საარსებო მინიმუმი, იმიტომ რომ იმ წელს სხვათაშორის საარსებო მინიმუმი იყო 151 ლარი თუ არ ვცდები და აი ეს ციფრი არის ამ შემთხვევაში ძირითადად ალბათ აღებული და მე ვფიქრობ ჩემი პერსონალური მოსაზრება ამ შემთხვევაში რომ ალბათ უმჯობესი იქნებოდა რომ კანონი მეტად მოქნილი ყოფილიყო და პროცენტული მაჩვენებელი ყოფილიყო ჩადებული და საარსებო მინიმუმიდან გამომდინარე ყოფილიყო მისი დაანგარიშება. უნებრივია ესე უნდა ყოფილიყო და არა ციფრები, იმიტომ რომ საარსებო მინიმუმი იცვლება, რაც არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმი 2014 წელს სავარაუდოდ შეიცვლება და შესაბამისად ეს 1800 ლარი ამ კანონის მიხედვით დარჩება, რაც უკვე პირდაპირ უცვლელობას გამოითხოვს, ხო, რეალურად. ნუ აქ უნდა იყოს კანონში დაწერილი არ უნდა იყოს ეს 1800 ლარი ან ეს 6000 ლარი, რომელიც წერია წლიური შემოსავალი და პირიქით უნდა იყოს სწორება საარსებო მინიმუმის შესაბამისად. ასე თუ იქნებოდა ეს კანონი და ბუნებრივია რომ ყოველ წელს ის 6000 შეიძლება გადააჭარბოს, ალბათ გადააჭარბებს და ადამიანებს, რომლებსაც დღეს შეიძლება წლის განმავლობაში 6005 ლარი ქონდეს შემოსავალი, მან ვეღარ დაიბრუნოს ამ აღნიშნული კანონით ის დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც მას შეეძლო დაებრუნებინა 5 ლარით ნაკლები, რომ ქონოდა შემოსავალი და თუ სწორება იქნებოდა საარსებო მინიმუმზე და შესაბამისად პროცენტული გაანგარიშება, მაშინ უკვე აი ამ ადამიანთა რიცხვში სხვა კატეგორია მოხდებოდა და შესაბამისად გაიზრდებოდა, შეიცვლებოდა ესე ჯობია ვთქვათ, სწორედ ბენეფიციართა რაოდენობა. კი ბატონო, გასაგებია. ქეთევანის საუბრიდან გამომდინარე, ბატონო კახა, მინდა რომ თქვენთან გადმოვიდე შეკითხვით. ანუ ახსენა რომ დავუშვათ და 6005 ლარი თუ გააჩნია ადამიანს ხელფასის სახით შემოსავლის, უკვე ვეღარ ახერხებს საშემოსავლოს დაბრუნებას საარსებო რეალურად საარსებო მინიმუმის ტოლდიდი თანხიდან, ანუ დაუბეგრავი მინიმუმიდან და თქვენ როგორ ფიქრობთ, თუნდაც შეიძლება გახდეს ეს კორუფციის რაღაც წყარო, ან რაღაც დამალვის წყარო, ადამიანი რომელიც მუშაობს წლის განმავლობაში და გქონდეს მას სტიმული რომ არ გადასცდეს 6000 და ასე შემდეგ. მაგ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქართველოში უამრავი ახალგაზრდა დასაქმებული ისეთ ადგილებში, სადაც მათი ხელფასი გამომდინარეობს პირველ რიგში მათი გაყიდვებიდან. აი თუ ავიღოთ მაგალითად ტექნიკის მაღაზიებს, სადაც ძალიან ბევრი ადამიანის ხელფასი გამომდინარეობს კონსულტანტების იქიდან, თუ რა მოცულობის პროდუქციას გაყიდიან ისინი. თუ კი ავიღოთ მაგალითად იმას, რომ თქვათ მე-11 თვის და ასე მე-11 თვის ბოლოს, ანუ დეკემბრის დასაწყისში, მათი წლიური ხელფასი შეადგენს 5500 ლარს, ну საშუალოდ, ხო? წლის ბოლოს ყველამ კარგად ვიცით საახალწლოდ, ბეროთ რომ მაღალი არის გაყიდვების მოცულობა ვიდრე სხვა თვეებში, შესაძლოა აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ საახალწლო პერიოდში, ანუ მე-12 თვის ბოლოს კონსულტანტებისათვის პროდუქციის გაყიდვაზე უფრო მეტად სარგებლიანი პროდუქციის გაუყიდაობა გახდეს, რათა არ გადაცდეს მათი წლიური ხელფასი 6000 ლარიან მოცულობას, ანუ თქვა თუ კი გადაცდება მათი ხელფასი იქნება 6100 ლარი, ამ შემთხვევაში ისინი 360 ლარს კარგავენ, ხო? ნუ 100 ლარისა და 360 ლარის შედარება, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან შეუძლებელია, იმიტომ რომ განსხვავება საკმაოდ დიდია, ცალსახაა. აქედან გამომდინარე, რეალურად თვლით, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა გამოიწვიოს შრომის მოტივაციის კლება საზოგადოების რაღაც ჯგუფში. ანუ არის ალბათობა იმისა, რომ ეკონომიკური ინერტულობის რაღაც მიზეზი იყოს გარკვეულ დონეზე. მაგას ვერ დავარქვევდით, ეკონომიკური ინერტულობას ეს სამუშაო ძალის რაღაც მუშაობის მცირე დოზით თუ გამოიწვევს, მაგრამ რეალურად ეს რომ ნეგატიურად აისახება ჩვენი საზოგადოების რაღაც ჯგუფზე, ეს ფაქტია. ნუ შანსი საკმაოდ დიდი არსებობს. მით უმეტეს თუ ჩვენ საქმე გვექნება ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თვიური ხელფასი შეიძლება 360 ლარზე ნაკლები იყოს, ეს ადამიანები შესაძლოა ამ ადამიანებმა სრულიად ან უხელფასოშვებულება აიღონ ან ასე შემდეგ, რომ არ გადააჭარბონ იმ 6000 ლარს და მიიღონ იმაზე მეტი თქვათ შემოსავალი ამ დაუბეგრავი მინიმუმის სახით, ვიდრე მას შეეძლო ერთი თვის განმავლობაში მუშაობისას აიღო. ნახევარი თვე აიღონ და ასე შემდეგ. პრობლემა ეს არის, რომ 500 ლარი ვისაც აქვს ხელფასი, ეს არის დაუბეგრავი ხელფასი და ანუ 400 ლარს იღებს ის ხელზე და მისთვის 360 ლარი მე-13 ხელფასის ტოლია, ესე ვთქვათ. ანუ საკმაოდ დიდი მოცულობა მათთვის ეს და როდესაც 360 ლარზე არის საუბარი,
აქ ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, იმიტომ რომ მას ურჩევნია, თქვა თუ უმუშევრობაში მივწევენ 360-ს, რატომ უნდა ვიმუშაო? თქვა ერთი თვით მეტი მირჩევნია, დავისვენო ერთი თვით, ხო? კი ბატონო, აბსოლუტურად გასაგებია და ლოგიკას ნამდვილად არ არის მოკლებული ეს მოსაზრებები და შესაბამისად ალბათ რიგი ადამიანები ექნებათ ამის სტიმული, თუნდაც კანონის ჩარჩოებში ჩაჯდნენ და კანონის ფარგლებს არ გასცდნენ და არ იყოს აქ საუბარი თუნდაც ჭრილოვან გარიგებებზე და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს რამას თქვენ თვითონ თქვი ბოდიშით რომ ჩაგეჭერით 500-1000 დაახლოებით ესეთ ადამიანზე საუბარი. ცოტა გადაჭერბებული ციფრია იქიდან გამომდინარე რომ საშუალოდ ვთქვათ ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა და შესაბამისად ამ ადამიანთა დაახლოებით 10%-მაც რომ ამაზე სტიმულებზე ამ სტიმულზე ესე დავარქმევ იმოქმედოს ბუნებრივია რომ ეს ძირითადად დანაკარგი იქნება გარკვეულწილად. კი ბატონო, იმ ფონზე როდესაც რეალურად უწყება, სადაც მუშაობს ადამიანი, პირი, იურიდიული ან შესაბამისი კერძო სტრუქტურა, არ არის ვალდებული, რომ ეს დაუბრუნოს არამედ ფიზიკური პირი, რომელიც იყო ხელფასიანი, თვითონ ახორციელებს დეკლარირებას თავისი ხელფასის და რის შემდგომაც პირდაპირ უბრუნდება რეალურად მას ეს. ანუ ეს არის ნებაყოფილობითი, შესაძლოა 500,000 ადამიანიდან გარკვეულმა ნაწილმა შეძლოს ეს ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით, ან შეიძლება პირადი მოსაზრება ქონდეს, რომ არ ჭირდება მას ესე ვთქვათ, ამ თუნდაც დაუბეგრავი მინიმუმის ხელფასის სახით დაბრუნება და ასე შემდეგ. ვისაც ხელფასი აქვს 400 ლარი, რამაც ალბათ დამეთანხმები, რომ მას ნამდვილად არ აწყენს და მოუნდება კიდევაც 360 ლარის უკან დაბრუნება. ეს ერთი თვე მუშაობს ბოლო-ბოლო ადამიანი აი ამ ხელფასის გულისთვის. უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ ამაზე აშკარად არავინ არ საუბრობს, არ არის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად დღეს იმ ბიუჯეტიდან გამომდინარე, რომელიც დღეს მთავრობას აქვს და სადაც გარღვევებზეა საუბარი და ასე შემდეგ, ბუნებრივია რომ მთავრობა ამაზე ალბათ არც მოახდენს ისე აშკარა გამოაშკარავებას ამ საკითხის, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება ბუნებრივია იმ კიდევ უფრო ბევრი ადამიანი იქნება ინფორმირებული და შესაბამისად უფრო მეტი თანხის დაბრუნება მოუწევს და კიდევ ძირითადი პრობლემა ჯერ კიდევ არ არსებობს მე როგორც ვიცი ელექტრონული დეკლარაცია ამასთან დაკავშირებით და წარმოიდგინეთ თუ ეს საგადასახადოში უნდა მივიდეს ადამიანი დეკლარაციის შესავსებად რომელიც ფურცელზეა წარმოიდგინეთ თუ ესეთი სახით მოხდა რა პრობლემებს ადმინისტრაციულ და ასე შემდეგ რა პრობლემებს წავაწყდებით. ანუ ალბათ ექნებათ, რა თქმა უნდა, შესაბამისი ბაზა, მოხსენებათ რამოდენიმე ადამიანი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ექნება, თუმცა დღეს საწუნახეთ და დღესაც შევამოწმეთ საიტი და ჯერ კიდევ არ არის, თუმცა აპრილიდან უნდა ყოფილიყო. აი, წაგანდელი ჩემი შეკითხვა ზუსტად ამას ეხებოდა, ანუ მე პირადად მაგალითად არ ვხედავდი იმის აუცილებლობას, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან 3 თვის შემდგომ კონდეს ფიზიკურ პირს ხელფასიდან დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების უფლება. ეს ხო არ არის პირდაპირ საშემოსავლოზე მიბმული. თუ საშემოსავლოსთან ერთად იქნებოდა რეალურად ამ შემთხვევაში რა საკვირველია დეკლარაციები 1 აპრილამდე ივსება და აქედან გამომდინარე ინფორმირებულობის პრობლემა შეიქმნებოდა. მაგრამ დღეს, როდესაც უკვე საანგარიშო წლის ბოლოს აბსოლუტურად გაგაჩნია ყველა სახის ინფორმაცია თუ რომელმა ფიზიკურმა პირმა რამდენი გადაუხადა წლის განმავლობაში ხაზინას საშემოსავლოს სახით, არ ამგონია დიდი პრობლემა ყოფილიყო თუნდაც 1 იანვრიდან ადამიანებს შეძლებოდათ ეს თავიანთი კუთვნილი, კანონით განკუთვნილი ეს თანხა დაებრუნებინათ დაუბეგრავი მინიმუმის სახით. ამაზე იყო ზუსტად რა თქმა უნდა ჩვენი საუბარი. აგრეთვე შეგვიძლია ხაზი გავუსვათ ისევ საარსებო მინიმუმის საკითხს, საარსებო მინიმუმის ცვლილება, ანუ რეალურად ამ შემთხვევაში საუბარი ამაზე თუ რა შეიძლება და უკეთ ყოფილიყო მოცემულ კანონმდებლობაში. მოგეხსენებათ რომ საშემოსავლო სამსახური იქნება ალბათ შესაბამისი უწყება ვალდებული რომ დააბრუნოს აღნიშნული ისე ვთქვათ თანხა, თუმცა როდესაც დაიწყება დეკლარაციების შევსება, გაქვთ თუ არა თქვენ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვადებში განხორციელდება დეკლარაციის ჩაბარების, ანუ ელექტრონულად შევსების შემდგომ, აი რა ვადაში დამებრუნდება მე როგორც დასაქმებულ პირს, თუნდაც ეს დაუბეგრავი რა ვადებში შეიძლება, ანუ არის თუ არა ესეთი წესი ან რამე განსაზღვრული, ან ინფორმაცია თუ არსებობს ამის შესახებ. მე ნამდვილად ავთვლი ამის შესახებ ინფორმაციას, უბრალოდ წინა კომენტართან დაკავშირებით მინდოდა აღმოჩნდა ერთი ფაქტი, რომ
რატომ არის 3 თვის შემდეგ რატომ იწყება დაბრუნება მე მაინც ჯერა იმედს ვიტოვებ იმისა რომ ძალიან მალე შესწორება მოხდება და ხელფასის ნაცვლა დაუბრუნდებათ მათ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებს დაუბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმი და ალბათ ამ შემთხვევაში ეს ტრადიციის შექმნისავით გამოიქამდე თორემ ამ შემთხვევაში გვაქვს კანონის სამართლიანობის პრინციპის პირდაპირ დარღვევასთან და რაც მიმაჩნია რომ ძალიან მალე უნდა შესწორდეს კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ ანუ ლოგიკურას არ ვხედავ ამ შემთხვევაში მე რომ 3 თვე ელოდეს ადამიანი და იმის მერე რა თქმა უნდა არ არსებობს კონკრეტული ვადები, თუნდაც მე 1 აპრილში დავუშვათ 2 აპრილს შევასრულე დეკლარაცია, რა ვადებში ჩამერიცხება პირად ანგარიშზე თუ ხელზე ავიღებ თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ საბანკო უწყებაში მივალ და ანუ რა ვადებში, რაღაც ვადები ხომ და არსებობს, იქნებ და მე შევავსე 1 აპრილის შემდგომ, მაგრამ ამის დაბრუნება არ მოხერხდეს დავუშვათ და შემოდგომამდე. ესეც ხო არის ამის ალბათობა და ამის შესაძლებლობაც არსებობს რა თქმა უნდა. რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, რეკლამაზე გავიდეთ, მესამე ბლოკზე უკვე ვისაუბრებ, ბლოკში უშუალოდ ვისაუბრებ მოსახლეობასთან, იმასთან დაკავშირებით, მსმენელთან, თუ კანონი რას ითვალისწინებს, კანონს კიდევ ერთხელ განუმარტავთ, რათა მათ შეძლონ და იაქტიურონ მიმდინარე წელს თავიანთი კუთვნილი სახსრების დაბრუნებაზე. პროფესიონალები კომერსანტზე რამაზ გერლიანთან ერთად დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. სპენელს შევახსენებ ჩვენ საუბრობთ დღეს დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წლის ბოლოს შევიდა შესწორების სახით ძალაში, საგალოცო კოდექსში 91 მუხლის სახით და ალბათ სპენელისთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება აღნიშნული კანონის თანახმად მათ ეძლევათ უბლება თუ მათი ხელფასის სახით შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს წლის ბოლოს მათ დაიბრუნონ პირველი ისე ვთქვათ მიღებული დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარიდან დაუბეგრავი მინიმუმის სახით ეს შეადგენს დაახლოებით 360 ლარს ხელფასიდან გადახდილი საშემოსავლო. აღნიშნულთან დაკავშირებით რასაკვირველია პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო დეკემბერში 2012 წლის დეკემბერში ის შევიდა ძალაში 2013 წლის 1 იანვრიდან ანუ მიმდინარე წელს გადახდილი ხელფასიდან შემოსავალს უკვე ეხება რასაკვირველია თუმცა აგრეთვე აღსანიშნავია რომ მოქალაქეებს რომელთაც გააჩნიათ არაუმეტეს 6000 ლარის ხელფასის სახით შემოსავალი ელექტრონული დეკლარაციების სახით დეკლარირება შეუძლიათ მათი სახელფასო შემოსავლის საშემოსავლო სამსახურში და 1 აპრილის შემდგომ რა თქმა უნდა და რის შემდგომაც უკვე სახელმწიფო შემოსავლების სამსახური მოახდენს მათ ესე ვთქვათ დაბრუნებას დაუბეგრავი მინიმუმის სახით ხელფასიდან. ჩვენ გქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით რასაკვირველია პროფესიონალურ დონეზე ჩვენი შენიშვნები თუ როგორ იქნებოდა უკეთესი ამ სახის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება ვადებში გაწერილი არის თუ არა ის სამართლიანი რას გამოიწვევდა და ასე შემდეგ, მაგრამ ამავდროულად მე მინდა ვისაუბროთ დღევანდელ რეალობაზე, რა შეიძლება გაკეთდეს, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად იყოს საზოგადოება ინფორმირებული და მათთვის კანონით მინიჭებული უფლება იყოს სრულად გამოყენებული. ქალბატონო კეთებან თქვენ როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, როგორც ეკონომისტი, როგორც ექსპერტი, რას ურჩენდით თუნდაც ხელისუფლებას ან რა სახის აქტიურობებს ისურვებდით იმისთვის, რომ იყოს საზოგადოება ინფორმირებული, კონკრეტულად იყოს პროცედურები გაწერილი და რეალურად არ მოხდეს რაღაც გაუგებრობები ან დაგვიანება თუნდაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველი რაზეც აქცენტს გავაკეთებ, რომ ეს ჩვენი მოსაზრება რამას კანონის წავიკითხავ ზუსტად და იქიდან ვიტყვი რა შენიშვნა მაქვს. ანუ ფიზიკური პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლებამოსილია ამ შემოსავლიდან გამოიქმნოს დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარი. ანუ პირველი შენიშვნა რაც გვაქვს ჩვენ პირველ ბლოკშიც ვისაუბრეთ ეს არის როცა საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ხელფასზე და ეს თვლი რომ ეს საკითხი შესაძლებელია და მეორე დაკონკრეტებული 1800 ლარი
არ უნდა იყოს, იმიტომ რომ დაუბეგრავი მინიმუმი წლის განმავლობაში ითვლება და არ შეიძლება ესე ზუსტად იყოს ჩაწერილი, იმიტომ რომ შესაბამისობაში არ მოვა ის დაუბეგრავ მინიმუმის იმ თანხასთან, რომელიც წლის განმავლობაში შეიძლება მივიღოთ. ეს არის კანონი, რომელიც არ შეიძლება კანონს როცა იღებ და კანონის მოქმედება 2012 წლის დეკემბერში რომ მიღებული კანონი უკვე მისი შედეგი უნდა დადგეს 2014 წლის აპრილიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ეს კანონი არ არის ერთჯერადი და ის უნდა ემსახუროს ქვეყანას, ხომ? და მოსახლეობას შესაბამისად გაწერო იმ წლის მონაცემებზე და ზუსტად ციფრი დაასახელო, მით უმეტეს, როცა საუბარია დაუბეგრავ მინიმუმზე და საარსებო მინიმუმზე კავშირშია ეს ყველაფერი, ზუსტად ციფრის და რიცხვის დაწერა უფრო სწორედ არ მიმაჩნია სწორად. ეს იქნებოდა ჩემი ესეთი კომენტარი ამ კანონთან დაკავშირებით, რაც შეეხება თვითონ აღსრულების პროცედურას, მე ვიტყოდი, რომ დღეს უკვე შემოსავლების სამსახურმა აქტიური, ასე ვთქვათ, პიარი უნდა გააკეთოს ამ საკითხთან დაკავშირებით, ნუ რამდენად აწყობს ეს უკვე მეორე საკითხია ბიუჯეტიდან გამომდინარე, თუმცა მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დაბალშემოსავლიან მოსახლეობასთან საქმე, აი ამ კანონის მიხედვით მათთვის ცნობადობის გაზრდა აუცილებელია და სხვადასხვა მოქმედებები არსებობს, მით უმეტეს რომ მთავრობას შეუძლია ძალიან მარტივად სოციალური რეკლამა, თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით რის ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, ასე რომ ვთქვათ, გააკეთოს და სწორედ აი ამ ადამიანებს ამ გზითაც მიაწოდოს ინფორმაცია და უბეგრავი მინიმუმის შესახებ და იმ შესაძლებლობის, რომელიც საშუალოდ 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, ჩვენ პირადად ნამდვილად ვაპირებთ, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და ვფიქრობ, რომ ადამიანები რომლებიც დღეს გვისმენენ, ალბათ ნამდვილად თავის ახლობლებსაც, მეგობრებსაც თუ ნაცნობებსაც მიაწვდიან ამ ინფორმაციას, სწორედ საზოგადოებაც ჩვენც და ნებისმიერი მედია საშუალება იქნება ჩართული ამაში, დიდი მეცვიტოვებს, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო ნამდვილად აღმოვაჩენთ რამდენიმე ადამიანს, ვისაც მივცემთ ამ ინფორმაციას იმისათვის, რომ მათ კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენონ და თუნდაც აპრილის შემდეგ, ნუ გაურკვეველი ვადების განმავლობაში მართალია დღესდღეობით, თუმცა იმეცვიტოვებთ, რომ ეს ვადები დადგინდება, მოახერხონ თავიანთი კუთვნილი თაღის დაბრუნება უკან. ეს იქნება ჩემი დღეს ფაქტიურად მიჯნაზე დაახლოებით 2 თვე ნახევარია დარჩენილი 1 აპრილამდე. შესაბამისად იმის მიჯნაზე არის რომ მოხდეს უკვე ამ კანონის უშუალო ამოქმედება იმ მხრივ რომ მოსახლეობამ მიიღოს ეფექტი. ანუ უკუგება მიიღოს. სარგებელი. ამ ხნის განმავლობაში ანუ იყო თუ არა მართებული თუნდაც ხელისუფლება, თუნდაც ფინანსთა სამინისტრო რომ სამოქალაქო სექტორი ყოფილიყო ამ მიმართულებით ინფორმირებული, თუნდაც კონსულტაციები ყოფილიყო, თუნდაც იმ წესთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდებოდა, როგორ იყო უმჯობესი და ამავდროულად ერთი ესეთი შეკითხვის სახით, თუ შეიძლება კომენტარი გამიკეთოთ, რამდენად მზად არის დღეს არსებული სისტემა, თუნდაც ის ქსელი, ელექტრონული ქსელი 500,000 ადამიანს მოემსახუროს ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ წინა სადეკლარაციო პერიოდში ძალიან ესე ვთქვათ, რთულია თუნდაც ამ სისტემით სარგებლობა, ჩვენ როგორც ეკონომისტებს უამრავი ადამიანი მოგმართავს ამასთან დაკავშირებით და ძირითადად ალბათ ღამის საათებში ხდება თუ ახერხებენ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად არის გადატვირთული, არის თუ არა ამისთვის რეალურად ეს სისტემა მზად. და ხო არ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რამე ნაბიჯები ხო არ გადაიდგო, უფრო მძლავრი ყოფილიყო შესაბამისად ელექტრონული სისტემა, რომ 500,000 ადამიანის დატვირთვა აიტანოს 1 აპრილიდან. მე ერთ რაღაცას ვიტყოდი, პირველი ის რომ 1 აპრილამდე უნდა ყოფილიყო გარკვეული წესი გაწერილი ფინანსთა სამინისტროს მიერ. ჯერ კიდევ დრო აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ 2013 წლის 1 აპრილამდე უნდა ყოფილიყო, მე როგორც ვიცი და რამდენად არის დრო ეგ არ ვიცი. დიდი ხანია გავიდა 1 აპრილი, მაგრამ დღესდღეობით არ არსებობს არანაირი თქვათ ელექტრონული დეკლარაცია, თუმცა მე როგორც ვიცი და არსებული მონაცემები, თუმცა იმეც ვიტოვებ, რომ ელექტრონული დეკლარაცია ალბათ იარსებებს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩვენ შეიძლება
ამ ბენეფიციართა ამ ადამიანთა რაღაც ნაწილი მაღალმთიან რეგიონებში, სოფლებში დასაქმებული ადამიანები იყვნენ, რომლებიც საერთოდ არ ფლობენ ინტერნეტს, ხომ? პედაგოგები ძირითადად იცენ, თქვა დამლაგებლები, სანიტარები და ასე შემდეგ, ისეთი ადამიანები, რომლებიც ან მუშები თუნდაც, რომლებსაც არ აქვთ უშუალოდ ინტერნეტთან შეხება, ამათვისაც უნდა არსებობდეს ჯერ ინფორმაციის წყარო და შესაბამისად შემდეგ უკვე გარკვეულწილად თუნდაც ისეთი დოკუმენტური თქვა დეკლარაციის შევსების საშუალება მე ნამდვილად არ ვიცი, რამდენჯერაც მოვიკითხეთ, ამაზე ინფორმაცია ვერ მოგცვა შემოსავლების სამსახურმა, ანუ რა ფორმით იქნება ეს დეკლარაცია, მაგრამ ნამდვილად იმეც ვიტოვებ, რომ რაღაცა ფორმით ისინი ვალდებულები არიან საზოგადოების წინაშე, რომ ეს კანონის შესაბამისად იმოქმედონ და გარკვეული ღონისძიებები გაატარონ, თუმცა რა სახით და როგორ უკვე თუ დღევანდელი სისტემა, ელექტრონული სისტემა შემოსავლების სამსახურის ძალიან ბევრ პრობლემას აგვარებს ელექტრონული სახით, იმით ვიტოვებ, რომ ეს ერთი დეკლარაციის ფორმაც არ შეუქმნის მათ პრობლემას, რომ შექმნათ, მაგრამ ინფორმაციის გავრცელება პირველი მე ვეთქვი საზოგადოებას, რომ თქვენ გაქვთ ეს შესაძლებლობა და გამოიყენეთ. კი ბატონო, გეთანხმებით, ნამდვილად ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, იმიტომ რომ საქართველოს არც ისეთი ქვეყანაა, სადაც ინტერნეტის გამოყენების დონე არის ძალიან მაღალი, განსაკუთრებით რეგიონებში, აქედან გამომდინარე, სწორედ რომ ელექტრონულ დეკლარაციის შევსებას ამ მხრივ საკურველე გააჩნია ხარვეზები და იმ ფონზე, როდესაც ამხელა დროითი პერიოდი, თითქმის 1 წელიწადი ამ თვალსაზრისით დაკარგულია ორ თვე ნახევარში ალბათ ძალიან გაძლიერდება, რომ მასიური ალბათ მუშაობა იქნება საჭირო, მათ შორის სამოქალაქო სექტორის სიყოჩაღე იმისთვის, რომ საზოგადოებას მიცეს ინფორმაცია, მიაწოდოს შესაბამისად კანონით გათვალისწინებული შეღავათები, რომელიც მათ გააჩნიათ ამ მიმართულებით, და საკვირველია ირიბად ალბათ ხელისუფლების ინტერესში ნაკლებად შედის, იმიტომ ეს დანახარჯების გაზდას იწევს ზოგადად საბიუჯეტო სახსრების, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია კანონის უზენაესობა და ის ეფექტი, რომელიც უნდა მიიღოს დასაქმებულმა მოსახლეობამ. ჩვენ ისიც არ უნდა გავიწყდეს, ერთ დავამატებ, რომ სხვა დეკლარაციებს ავსებს იურიდიული პირი და ამ შემთხვევაში ეს დეკლარაცია თვითონ დაინტერესებულმა პირმა ხელფასის მიმღებმა უნდა შეავსოს და შესაბამისად ბევრმა ნამდვილად არ იცის თუ როგორ ხდება ზოგადად არც ქონია ის შეიძლება მუშაობდეს დიდი ხნის განმავლობაში დასაქმებული იყოს რომელიღაც ორგანიზაციაში, მაგრამ ნამდვილად არ აქვს მას დეკლარაციებთან შეხება, ხომ? უბრალოდ იღებს ხელფასს, მაგრამ ამ შემთხვევაში განცხადი უშუალოდ თვითონ ხელფასის მიმღებმა უნდა გააკეთოს. თვითონ არის ადამიანი, ვინც ხელფასს იღებს, გამცხადებელი, რომ მან დაიბრუნოს ეს დაუბეგრავი მინიმუმი. იმედია ეს ბაზა ექნება, რომ თითოეული პიროვნების ესე ვთქვათ იდენტიფიცირება შეიძლება მათ ელექტრონულ ბაზას და შესაბამისად რაღაც რიგ შემთხვევაში ან გაორებები, ან ასე შემდეგ რაღაც რეალურად უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ხელფასების სახით ხო ცალკე შედის ინფორმაცია, ანუ ხელფასი როცა ირიცხება საშემოსავლოც ავტომატურად ხდება და არ ამგონია რომ ეს პრობლემა შეექმნოს, იმიტომ რომ ელექტრონული ბაზა ექნება ნამდვილად. აი ბატონი კახა საუბრობდა, შეიძლება ადამიანის მუშაობდეს ამ შემთხვევაში რამოდენიმე ადგილას დაუშვათ. რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამის ესე ვთქვათ იდენტიფიცირება მოხდეს ელექტრონული სისტემა. მიცემს თუ არა ამის საშუალებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგ ალბათ გარკვეულწილად პრობლემას ქმნის. ეს როგორც ვიცი მოგვარებულია, იმიტომ რომ კონკრეტული პიროვნების აღრიცხვა ხდება ერთი კოდის ქვეშ, ის შეიძლება მუშაობდეს რამდენიმე ადგილზე, თუმცა ერთი კოდის ქვეშ ხდება, ანუ ერთი კოდით არის დაფიქსირებული იგი და მის ერთ ანგარიშზე აღირიცხება საგადასახადო სისტემაში, ვთქვათ, მუშაობს 3 ადგილას, 3-ვე ადგილიდან ერთ კოდზე აღირიცხება მისი სრული ინფორმაცია. ამავდროულად რასაკვირველია ამ მიმართულებით გეთანხმები, მაგრამ არსებობს პრობლემა რეალურობიდან რომ ამოვიდეს. თუმცა ჩაის სამშენებლო სფერო, სადაც კონკრეტული ესე ვთქვათ დაკვეთა არსებობს და რაღაც შუალედური ჯგუფი ასრულებს ამ დაკვეთას. დავუშვათ და ფასადის ესე ვთქვათ შეკეთება ასე შემდეგ. არის რამოდენიმე ადამიანი ესე ვთქვათ დასაქმებული, მაგრამ ამავდროულად თითოეული პიროვნების მონაცემი რიგ შემთხვევაში არ ხორციელდება მისი მიწოდება. ანუ საერთო ჯამში რამოდენიმე დასაქმებული აღინიშნება, იქ შეიძლება 7 კაცი, მაგრამ რეალურად მუშაობდეს 8 ადამიანი ან 9. არის ესეთი შემთხვევები, ეს ადამიანები შეძლებენ თუ ვერ შეძლებენ. ანუ თუ არ არის ამის შესახებ
ინფორმაცია მიწადებული იურიდიული პირის მიერ, ან თუნდაც იმ ფიზიკური პირის მიერ, რომელიც შუალედურ რაღაც სამუშაოს ასრულებს რაღაც ხელშეკრულების სახით და რამოდენიმე ადამიანი დაიქირავა ამა თუ იმ ესე ვთქვათ სამუშაოს შესასრულებლად, ეს რამდენად იქნება ამაში უზრუნველყოფილი და რამდენად იქნება შესაძლებელი? ანუ ყველაფერს ვოდით მოვთხოვთ ამ ერთ კანონს, ანუ თქვა თუ კი არ არის დაფიქსირებული კონკრეტული პიროვნება, ეს მისი პირადი ინიციატივის პრობლემაა, იმიტომ რომ პირველ რიგში მის ინტერესებში შედის ის ფაქტი, რომ თვითონ იყოს გაფორმებული და დაფიქსირებული იყოს როგორც გადამხდელი, ეს ერთი და მეორე კიდევ პრობლემა რა თქმა უნდა ამ მიმართულებით არსებობს, მაგრამ ამ კანონში ამ კანონის ნებისმიერი სხვა რედაქცია მას ვერ გადაწყვეტდა, იმიტომ რომ ეს არის მთლიანი საზოგადოებრივი პრობლემა და მართლა არ ვიცი, შეუძლებელია რომ აი კონკრეტულად ამ კანონის ფარგლებში რაიმე მსგავსი პრობლემა მოგვარდეს. პირიქით ეს კანონი დაეხმარება იმ მიმართულებით, რომ თქვათ პიროვნება, როდესაც რეგისტრირებულ მუშად, რა თქმა უნდა, მან გადაიხადოს გადასახადები, თუმცა ამავდროულად მას ექნება რაღაც სტიმული, რომ დაიბრუნებს თანხას უკან და აქედან გამომდინარე მას ურჩევნია, რომ ღია ოპერაცია, ანუ ღიად ხდებოდეს მისი დასაქმება და არა ფარულად. პირადად ესე ვფიქრობ. ამით დღეს ჩვენი გადაცემა დავასრულოთ. ჩვენ საუბრობდით დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებულია საგარეო კოდექსის 91 მუხლის შესაბამისად. პატივცემულო რადიოს მენელებო, ჩვენ ამით გემსიტობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ. ყველაზე აქტუალური საკითხების კომპეტენტური ანალიზის საქმიანი ადამიანებისთვის გადაცემა პროფესიონალები